თეთრი წყაროს მოსახლეობა კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პროექტს გაეცნო. ადგილობრივების პროგრამა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად მომღერალმა ნინო ქათამაძემ გაეცნო. პროექტის პრეზენტაცია კოდაში წინწყაროსა და დაბა მაგისში შედგა. მე შეგახსენებთ, რომ კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნების დოკუმენტი 10 მაისს გაფორმდა. პირველ ეტაპზე პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით 300 სოფელს მოიცავს. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საშუალო განათლება აქვს, საშუალება მიეცემა კონკურსში თავადაც ჩაერთოს. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი სპეციალურ ტრენინგს გაივლის. მის შემდეგაც საკუთარ თანასოფლელებს კომპიუტერული უნარჩვევების ათვისებაში თავად დაეხმარება. კონკურსი 15 ივნისამდე გასტანს. დაიწყოს ეს და იმდენი შესაძლებლობა ახლავს ამ ყველაფერს, რომ მე ვფიქრობ, რომ დასასრული არ ექნება იმ შესაძლებლობებს, რასაც მოიცავს ინტერნეტი და რაც შეიძლება, რომ ამ ინტერნეტის გამოყენების შემთხვევაში მიცეს სარგებელი ჩვენს პატარა სოფელს.